საბუღალტრო და სააღრიცხვო კომპანია FAS Group-ის ჩვენი საქმიანი მაყურებლისთვის აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. კომპანია ამჯერად მეწარმე ქალების ხელშეწყობის მიზნით კონკურსს აცხადებს, რომლის მიზანიც არის უზრუნველყოს ქალთა მეწარმეობის განვითარების მთავარი გამოწვევების გამოვლენა და მის საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზება. რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ მეწარმე ქალებს კონკურსში მონაწილეობისთვის, ამაზე ვრცლად და დეტალურად FAS Group-ის მმართველი პარტნიორი ნათია სხუტარიძე მოგუყვება, რომელიც ამავე დროს პროექტის შესახებ ყველა მნიშვნელოვან დეტალს გაგვიზიარებს. ნათია უკვე ჩვენთან ერთად არის და სხვათა შორის გეტყვით იმასაც, რომ სულ ახლახანს ის დაჯილდოვდა ევროპის ბიზნეს ასოციაციის მხრიდან ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და პირადად საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გადასცა მას ეს პრიზი. ნათია, გილოცა, აი ამ სიახლით მინდოდა რომ აუცილებლად დამეწყო გადაცემა და პრინციპში ნელ-ნელა მივყვებით კიდეც იმ არაერთ წარმატებას, რაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დაგროვდა თქვენს ანგარიშზე, მაგრამ მინდა რომ დავიწყოთ, მოდი ამ სიახლეთ, რომელიც უშუალოდ კონკურსს უკავშირდება ქალი მეწარმეებისთვის. იდეა საიდან გაჩნდა და ზოგადად ქალი მეწარმეებისთვის მრავალფეროვანი პროექტები არსებობს, ხო? ყველას რაღაცა თავის სათქმელს ამბობს, მათ შორის დონორი ორგანიზაციები იყვნენ აქტიურად ჩართული, იგივე ევროკავშირის საელჩო USAID ძალიან ხშირად აკეთებდა ამ პროექტებს და ახლა თქვენი გადმოსახედიდან რა იყო თქვენი მთავარი мотиваცია, მიზანი და რა საჭიროება დაინახეთ ამ ყველაფერში, რამდენად არის მათ შორის რაღაცა ახალი გასაკეთებელი ამ მიმართულებით. მოგესალმებით პირველ რიგში და ძალიან დიდი მადლობა ასეთი წარდგენისთვის. რაც შეეხება კონკურსს, ჩვენ აქამდეც აქტიურად ვიყავით ჩართული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, განვითარება, სხვადასხვა პროექტს ვახორციელებდით ბევრ ორგანიზაციასთან ერთად, ასოციაციებთან ერთად. ეს იქნებოდა დაწყებული ვორქშოპებით, სპეციალური სემინარებით, დასრულებული სხვადასხვა ტიპის აქტივობებით. და ეს ჩვენი მიმდინარე პროექტიც ამის გაგრძელება, ასე ვთქვათ, რომ ქალი მეწარმეების საჭიროებები კიდევ უფრო გამოავლინოს პირველ რიგში და მათზე მორგებული სერვისების შეთავაზება შევძლოთ, ეს ერთი და მეორე მათი კონკურენტული უნარის გაზრდა და რაც თავისთავად მათ შემოსავალზე პირდაპირ პროპორციულად აისახება. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ ვართ მარტო, იდეა კი წამოვიწყეთ, ასე ვთქვათ, მაგრამ ძალიან კარგი მხარდაჭერები და მეგობრები ვიპოვეთ გზა და გზა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ანუ UN Women მაშინვე გვერდში დაგვიდგა და გითხრა, რომ თქვენთან ვართ. ასევე ასოციაციები, საერთაშორისო სავაჭრო პალატა, ევროპის ბიზნეს ასოციაცია, შვეიცარიული ფონდი, BPN და ასე შემდეგ. ახლა დანარჩენ ჩვენს ისეთ კარგ მეგობარ პარტნიორებზე უკვე ფართოდ მე ჩვენთან რო გამოვდებთ ინფორმაციას, ამასაც დავდებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ნაწილში არიან ჩართულები და რაღაცა აი ამ საერთო ფონის მიუხედავად არ დაუკარგავთ სურვილი, რომ წამოყვნენ და მიიღონ მონაწილეობა ქალი მეწარმეების განვითარების პროცესში. აქამდე ჩვენ რაღაცნაირად აი ჩვენი რესურსებით რაც ყოფნი და ჩვენი რესურსი რა ორგანიზაციასაც ეყოფოდა, ვცდილობდით რომ მას გავწვდომოდით, მაგრამ ეხლა ისეთი პროექტი გვინდა და გავუკეთებინე, რომ ცოტა მეტი ორგანიზაცია მოგვეცვა და რაღაცნაირად სერვისებიც უფრო მასშტაბურად შეგვეთავაზებინა ისე, რაც ნამდვილად მათი ორგანიზაციისთვის, აი ერთი კონკრეტული ფრაგმენტი კი არ იქნება დაკმაყოფილებული კომპლექსურად მთლიანად მათი ორგანიზაციის წინ წასვლისთვის და ასე ვთქვათ, გაძლიერებისთვის სრულყოფილად მივცემთ ამის შესაძლებლობას ამ ჩვენი სერვისებით, როგორიც არის ვთქვათ, დაწყებული ბუღალტრული, ხა სუბიექტურად ვიტყვი, ბუღალტრული და ფინანსური სერვისებიდან გაგრძელებული იურიდიული მარკეტინგი, სოцმედია, სრულიად კომპლექტაციაში რაც შედის, რაც ბიზნეს ჭირდება, ოღონდ რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს დასაბუთებული და ეს უკვე შემდეგი საფეხურია, მოთხოვნები რა არის და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მეწარმე. ხო, აი ამაზე გადავიდეთ, რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, როგორც ვიცი, მიღება აპლიკაციების, შემდეგ იქნება, ასე ვთქვათ, გადასინჯვა თქვენი მხრიდან და აი საბოლოოდ სანამ მივალთ უშუალოდ გამარჯვებულის დაჯილდოებამდე, აი რა გზა უნდა გაიაროს, იგივე აპლიკაციის შევსებიდან, არ ვიცი, უმარტივესი პროცესიდან, უკვე საბოლოოდ სანამ ასე ვთქვათ, ამ გზას გაივლის. და მათ შორის კრიტერიუმები ძალიან საინტერესოა და რომ აღვნიშნოთ. კი, რადგანაც ეს არის, ასე ვთქვათ, პირველი მსგავსი ტიპის
პროექტი და ესეთი მასშტაბით ცოტა დიდი აქვს. შევეცადეთ, რომ არ ყოფილიყო ძალიან მკაცრი კრიტერიუმები დასაწყისში. აი შემდეგში უკვე ვნახავთ, ეხლა როგორი შედეგები გვექნება და რა უკავშირი მაგის მიხედვით, მაგრამ ამ წუთას ძალიან მარტივი მოთხოვნა გვაქვს. პირველი მეწარმე უნდა იყოს ქალი, აუცილებლად. მეორე, მინიმუმ 1 წელი უნდა ოპერირებდეს ბაზარზე და ყველაზე მინიმალური რაც დავაწესეთ, ეს არის 50,000 შემოსავალი მაინც უნდა უფიქსირდებოდეს. ესეც იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა სტრუქტურა უკვე ჩამოყალიბებული უნდა ქონდეს, უნდა იცოდეს რა გამოწვევების წინა შედგას და ზუსტად რა შესჭირდება ჩვენი დახმარება. აი ეს უნდა დაასაბუთოს და განაცხადის ფორმაში ძალიან მარტივად არის ყველა საფეხური დაყოფილი, არ არსებობს მეწარმე, რომელსაც ამ აპლიკაციის ფორმის შევსება გაუჭირდება. რამდენად არის ინდუსტრიული თავისუფლება, თუ ხარ შეზღუდული? სრულად. არა, არანაირად სექტორული შეზღუდვა არ გვაქვს. ნებისმიერი ტიპის მეწარმეს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ქალს. ამ შემთხვევაში ქალს. ხაზი უნდა გაუსვათ ამას. კი ბატონო. და როგორ უნდა წარმოაჩინოს ამ მეწარმემ თქვენთან თავი? როგორ უნდა მოიპოვოს, ასე ვთქვათ, ეს ჯილდო რა არის მთავარი, რასაც თქვენ მიაქცევთ და ვინ მიაქცევს ყურადღებას? მოდი ესეც ვთქვათ, ვინ შეაფასებს ამ ყველაფერს. რადგანაც ჩვენ აქ არ ვართ მარტო, შესაბამისად აქ იქნება ჟიური, რომელიც კომპეტენტური ჟიური, რომელიც შეაფასებს თითოეულ შემოსულ განაცხადს და განაცხადის კრიტერიუმები თვითონ ფორმაში ძალიან ისე გამოკვეთილად არის მითითებული, მაგრამ მარტივად რომ გითხრათ, უკვე რა აქვს გაკეთებული, რას აწარმოებს, რა შედეგებზია უკვე გასული და რატომ სჭირდება ის დახმარება, რაც სჭირდება, ანუ უნდა დაასაბუთოს ამ ჩვენი რესურსებით, რასაც გავიღებთ და მივცემთ, მისი ჯილდო რაც იქნება, თავის წარმადობას როგორ გაზრდის. რაღაცა ბიზნეს გეგმის მოდელია, ხო? და საგრანტო პროექტებზე ბევრად მარტივი. ხო, როგორც შეაქვთ, ხო, პრინციპში ამ ტიპის გამოცდილება ექნებათ მეწარმეებს. წესით უნდა გქონდეთ. ხო და ალბათ რთულიც არ იქნება აქედან გამომდინარე. არა, აი მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ფორმიდან დაწყებული ყველაფერი ყოფილიყო უმარტივესი, რომ არ დაგვეფრთხო და რაღაცნაირად მეწარმეს ქონოდა ეს არ ყოფილიყო დაბრკოლება რა არის შემთხვევები როდესაც აქვს მეწარმეს სურვილი შევიდეს კონკრეტულ რაღაცა აქტივობაში მაგრამ იმიტომ რომ აბრკოლებს თქვა რამდენიმე ფაქტორი როგორიც არის თქვა აი განაცხადის შევსების სირთულე ან დამატებითი რესურსების მოძიება სჭირდება ამისთვის ეს აქ გამორიცხულია, იმიტომ რომ ნამდვილად უმარტივესი ფორმაა. და დამოუკიდებელი ჟიური გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტს. ცალსახად. კი, იმიტომ რომ სრულიად სხვადასხვა, ესე იგი, ნაწილი იქნება ასოციაციებიდან აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ჩვენი თანაორგანიზატორები, ვინც არიან, როგორიც არის პირველ რიგში ევროპის ბიზნეს ასოციაცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა, როგორც გითხარით, ასევე Skills Up Network-ი, ძალიან კარგი ორგანიზაცია, რომელიც თქვენთანაც იყო სტუმრად უკვე მოსული. აი ეს ამ ორგანიზაციებიდან წამოსული ჟიური ამას შეაფასებს ისე რომ არანაირი შეუძლებელია რომ რაიმე ტიპის კვეთა ან ინტერესთან კონფლიქტი ქონდეს რომელიმე ორგანიზაციასთან. რაოდენობაში თუ ხართ შეზღუდული, თან პირველია მით უმეტეს რაღაცა ალბათ სატესტო რეჟიმშიც მუშაობთ, იმიტომ რომ რაღაცა მაინც ნიადაგის მოსინდის ეტაპია. ხო და აი ეს რამდენად ზღუდავს კანდიდატების მიღების შესაძლებლობას და საბოლოოდ ასე ვთქვათ რის მიხედვით როგორ მოხდება გაფილტრა? აი ერთი უნდა დარჩეს, რამდენიმე მიიღებს პრიზს? მოგახსენებთ. ესე იგი, ჩვენ გვაქვს საუკეთესო, ასე ვთქვათ, რამდენიმე კატეგორიის ჯილდო გვაქვს, ასე ვთქვათ, გამოყოფილი სრული პაკეტი ნაწილობრივი და ასე შემდეგ სერვისების. პირველი 3 გამარჯვებული, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გამარჯვებული, რა თქმა უნდა, უფრო პრიორიტეტული იქნება, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ აი 10 ორგანიზაციას მაინც დავეხმაროთ ისე, რომ 3-4 თვის შემდეგ შედეგი, რომელი შედეგის გადახედვაც აუცილებლად მოხდება, ეს ჩვენი სერვისები რაში გამოიყენეს და რა შედეგზე გავიდნენ. მონიტორინგი, ესე იგი აუცილებლად. აი როგორც სტანდარტული, ეხლა ეს არ არის საგრანტო თემა, ხო, მაგრამ აი სტანდარტული კონკურსი, რაც მოიცავს და შემდეგ მიღებული ჯილდო, ყველა შესაბამის საფეხურს გაივლის მათ შორის მონიტორინგსაც.
ხო, ну, ჩადებული კონტრიბუციის შესაბამისი შემდეგ აუცილებლად. და იმ კითხვაზე ვართ თუ არა შეზღუდული განაცხადების მიღებაში შეზღუდული, რა თქმა უნდა, არ ვართ. ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და რაც უფრო მეტი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას, მით უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ჩვენც მოგვეცემა საშუალება გავიგოთ, ვისად და რა საჭიროება აქვს და უფრო მეტად შევთავაზოთ მათზე მორგებული სერვისი და აი როგორც გითხარით, ათეული მოიაზრება, ასე ვთქვათ, და საბოლოო ფინალში ვინც გავა, ალბათ 10 ორგანიზაცია იქნება ასეთი და ნუ პირველი, მეორე და მესამე ადგილი ცხადია. დაახლოებით რა საპრიზო ფონდი არის გამოყოფილი ამ ყველაფრისთვის და მთავარი კონტრიბუტორები ვინ იქნებიან? თუ მათ შორის აი ამ ჩართულ მხარეებზე განაწილდება ეს ფინანსური კონტრიბუცია? არა, მოგახსენებთ, ანუ ჩვენ გარდა იმისა, ახლა ეს ძირითადი ორგანიზაციები რაც დავასახელეთ და მათ შორის ეს გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ასე შემდეგ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ არანაკლები მხარდაჭერით, ინტერესით და კონტრიბუციით შემოვიდნენ ცალკე ორგანიზაციების შეფესეები, სერვისის გამწევი ორგანიზაციები, პროდუქციების ესე იგი დამამზადებელი ორგანიზაციები. ეს ქართულ ბიზნესია საუბარი, მათ შორის საერთაშორისო კომპანიებს. ეს ყველაფერი არის ჩვენი ძალიან თან უნდა იცოდეთ, რომ ეს მოხდა ძალიან მოკლე დროში, ანუ ამის დაორგანიზება და შესაბამისად ასეთ ჩართულობას მათ შორის ორგანიზაციებიდან გულწრფელად ასე არ ველოდით, მაგრამ მადლობა ღმერთს, აი ყველამ ესე რაღაცნაირად მხარდაჭერა გამოუცხადა ამ პროექტს, რომ ნაწილი თავისი სერვისებით შემოვა, ნაწილი თავისი პროდუქციით და საბოლოო ჯამში რაღაცა ძალიან კარგი შედეგი დაიდოს და აქვე მხარდაჭერებში უდიდესი მადლობა BMG-ს უნდა გადავუხადოთ, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი მედია ყოველთვის მედია მხარდაჭერის უგრძნობთ და ყველა სიახლეს თქვენთან ვაზიარებთ, ასე რომ მადლობა კიდევ ერთხელ. პირიქით, მადლობა, მადლობა ესეთი შეფასებისთვის. ნათია, ძალიან ბევრი ქალი მეწარმე გვიყურებს, ახლა დარწმუნებული ვარ და მინდა რომ დავუტოვოთ ანონსად დროში რამდენად არიან შეზღუდულები და რა ვადები აქვთ იმისთვის, რომ საბოლოოდ თქვენამდე მოვიდნენ. დღეს გამოცხადდება. დღეს დაიდება განცხადება ყველა პლატფორმაზე და განაცხადების მიღება იქნება შესაძლებელი 4 ივლისამდე. 4 ივლისის შემდეგ უკვე არის მეორე საფეხური, როგორც არის გადარჩევა, ფინალისტების ასე ვთქვათ, შერჩევა და ბოლო გვაქვს 18 ივლისი, სადაც კიდევ ერთხელ უკვე შერჩეულ, ასე ვთქვათ, ფინალში გადასულ ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი პროექტი კიდევ ერთხელ კარგად წარმოაჩინონ და 18 ივლისზე იქნება დაჯილდოება. აჰა, ესე იგი ცხელი ზაფხული გელოდებათ დაწერთული აქტიური და ეს იქნება FAS-ის ვებგვერდზე თუ არც Facebook თუ თქვენ უნდა მოგაკითხონ ესე იგი მათ შორის ვირტუალურ სივრცეში. კი ბატონო, ჩვენს ვებგვერდზე სოციალურ ქსელებში, ასევე ჩვენი პარტნიორების სოციალურ ქსელებში. ეხლა იმდენი ორგანიზაციაა წესით ჩართული, რომ ეს ამბავი შეუმჩნეველი ვერცერთ მეწარმეს ვერ დარჩება. კი ბატონო. ამის იმედი გვაქვს. ნათია, მოდი გადავიდეთ ამ ყველაფრის მიღმა იმ მიღწევებზე, რომელიც პრინციპში დასაწყისში დავაანონსე და რომელიც თქვენს გარშემო ერთიანდება. სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდით ამერიკიდან, სადაც ძალიან ნაყოფიერი საპარტნიორო კავშირებსაც დაუდეთ სათავე, როგორც აღმოჩნდა. პირველ რიგში როგორ იყო შედეგები? მათ შორის სტარტაპისთვის, რომელიც უკვე თქვენი ბრენდის ქვეშ ჩაუშვით და ჩვენთანაც იყო ამ ყველაფრის პრეზენტაცია და გავაცანით დეტალურად ჩვენს მაყურებელს FAS აპის შესახებ ინფორმაცია. როგორ იყო იგივე სტარტაპ გრაინდიდან წამოღებული შედეგები და Select USA-დანაც ძალიან საინტერესოა ეს ორი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ამ სფეროში. კი ბატონო. ძალიან გაგვიმართლა და შრომაც არ დავაკელით გამართლებასთან ერთად, რომ ამ 2-3-ზე მოვხოდრილიყავით და შედეგები ნამდვილად კარგი წამოვიღეთ, ეს ამათ შეგვიძლია ვთქვათ. ისეთი შედეგები წამოვიღეთ, რომ აქტიურად ვაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას და აი როგორც კი ხელჩასაჭიდი და ნამდვილად ისეთი დასრულებული საფეხური გვექნება, მაშინვე მოვალთ და გაგიზიარებთ ყველა ინფორმაციას. თუმცა პროცესი დაძრულია, ეს მაინც შეგვიძლია რომ ვთქვათ, აქტიურად ვმუშაობთ. ადგილობრივი ინვესტორებისგან იყო ეს ინტერესი? თუ არა, აქ მხოლოდ ინვესტორების საკითხი არ არის, ერთი საფეხურია ინვესტორებთან მუშაობა და ამაზე აქტიურად გვაქვს კომუნიკაცია. ოღონდ იქაურ ინვესტორებზე არის საუბარი. აქაც სხვათა შორის კარგი დაინტერესება გამოიწვია და რომ დაუბრუნდით, ისე ბევრი ორგანიზაცია შეგვეხვიანა და ვნახოთ რა გამოვა.
ხო, პრინციპში ამ ტიპის ბიზნესისთვის მოდი ნელ-ნელა ქართულ ბაზარზეც გადმოვიდეთ და აქაც მინდა რომ ის სიახლეები გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს, რომელიც დაგროვდა თქვენს ირგვლივ, მაგრამ ზოგადად აი თქვენი ტიპის ბიზნესისთვის რამდენად არის საკმარისი ქართული ბაზარი და ზოგადად როგორ ვითარდება აქ ეს ინდუსტრია, ეს მიმართულება და ასე ვთქვათ, რა შესაძლებლობები ჩნდება ამის კვალდაკვალ მიღმა იმისა, რომ ხო, ნუ ყველა ვთანხმდებით, რომ ტექნოლოგიური პროგრესი წინ მიდის და შესაბამისად ჩვენც იძულებულები ვართ, რომ ფეხი აუწყოთ. აუცილებლად. უნდა აღინიშნოს, რომ ბუღალტერია და ფინანსები ისეთია, რომ აი ყველა ქვეყანაში, ყველა ორგანიზაციისთვის საჭირო და აუცილებელია. გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. უბრალოდ ამას აქვს თან თავისი სირთულე, რადგანაც ჩვენ ვერ გებით ქვეყნის კანონმდებლობას და რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გვაქვს გასათვალისწინებელი, ხომ? ასე ქვეყნიდან ქვეყანაში შესვლა არ არის მარტივი და გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ეს ერთი, ასე ვთქვათ, შედარებით უარყოფითი რომ ვთქვათ, მაგრამ დადებითი არის ის, რომ ბუღალტერიაც და ფინანსებიც როგორც საქართველოშია საჭირო, ისეა სხვა ქვეყნებშიც, ხო? ანუ სხვა ქვეყნის ორგანიზაციებისთვის და ამიტომ ეს შესაძლებლობა არის უფრო ფართე. თუმცა იქ კორპორაციული თვალსაზრისით, მათ შორის ასე ვთქვათ, სეგმენტურად მსხვილი საშუალო მცირე ბიზნესი მათ შორის არის გაცილებით უფრო ფართო სპექტრის, ვიდრე აქ შეიძლება დაფარო, ხო? ალბათ ეს არის შესაძლებლობებში. ჩვენთვის მსხვილი ბიზნესი, რაც მოიაზრება ქართული სტანდარტით, ის მცირეშიც რიგ შემთხვევებში შეიძლება არ გავიდეს საერთაშორისო მასშტაბით, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. ნებისმიერი მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესთან ურთიერთობის შესაძლებლობა ძალიან კარგია და მივესალმებით და პირიქით ამაზე ამ მიმართულების განვითარებას ვცდილობთ საქართველოში ყოველ შემთხვევაში და მეორე საკითხი რაც არის ის რომ ვთქვათ როგორ შეიძლება ამის ბმა სხვა ქვეყნის და ჩვენ ქვეყანასთან სერვისის, ხომ? ძალიან კარგად ეს გვაძლევს საშუალებას, იმიტომ რომ ჩვენ ერთ სფეროსთან არ ვართ კავშირში, ვეხებით თითქმის ყველა სფეროს ორგანიზაციების და მათი დაკავშირებაც ძალიან კარგად ხდება ჩვენი გავლით, ასე ვთქვათ. და ხო, ამ შემთხვევაში კონკურენტული გარემო როგორც შესაძლებლობა ბიზნესისთვის და არა როგორც საფრთხე რაღაცა დაკარგვის და გაქრობის. და მეორე მიმართულება რაც არის გაციფრულება, ხომ? რასაც აუცილებლად ვერ გადავალთ და ფეხი უნდა ავუწყოთ, ესეც არავითარ შემთხვევაში საფრთხეთ არც ერთმა ჩვენი სფეროს წარმომადგენელმა არ უნდა აღიქვას, ეს უნდა გამოვიყენოთ როგორც ხელსაწყო, რომ ჩვენი რესურსები უფრო გავაფართოვოთ და უფრო მეტი ორგანიზაცია მოვიცვალთ, ასე ვთქვათ, მომსახურებისთვის. და ოპტიმიზაცია თავის მხრივ ფინანსურ კონტრიბუციასაც თავის წვლილს შემატებს, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა ნათია წარმატება თქვენ და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე შევძლებთ ამერიკული ამბების გაზიარებას ჩვენი საქმიანი მაყურებლისთვის და რასაკვირველია ქართულ ბაზარზეც გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას და სიახლეებს აუცილებლად შევაჯამებთ წლის მიწურულს, რა შედეგებით დახურავთ წელს. ნათია სხვითარიძე, FAS გრუპის მმართველი პარტნიორი იყო ჩვენთან ერთად.